გურჯაანის სპორტული გაერთიანების ძალოსნები საქართველოს გუნდური პირველობის მესამე პრიზიორები არიან. მთავარი მწვრთნელის ნიკა ციკლაურის ინფორმაციით წყალტუბოში გამართულ ეროვნულ ჩემპიონატში გაერთიანების სპორტსმენებმა გიორგი ქინქლაძემ, ხვიჩა კიტმარიძემ და ვატო ციკლაურმა წარმატებით იასპარეზეს და 3 ოქროს, 5 ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც გურჯაანის სპორტული გაერთიანების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ძალოსნობის კახეთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელი გელა დალაქიშვილი ტრიუმფატორ სპორტსმენებს შეხვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს. დღეს გურჯაანის სპორტული გაერთიანების წარჩინებულ სპორტსმენებს შევხვდი, რომლებიც ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ. მინდა თვითოეულ მათგანს წარმატებები უსურვო. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი ახალგაზრდების წინსვლის მხარდაჭერაში. გავხდი საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს რეკორდების დავამყარე და ახლა ვამზადებით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატისთვის, სადაც ვეცდები რომ სახელოს საქართველო და გურჯაანი. ქალაქ წყალტუბოში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც არასრული შემადგენლობით მივიღეთ მონაწილეობა. ავიღეთ 3 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი და ასევე დავიკავეთ გუნდური მესამე ადგილი მედლების რაოდენობაში. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ მოვემზადოთ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც ტარდება ზაფხულში და იქაც ვეცდებით, რომ მედლებით დავბრუნდეთ საქართველოში.